ამ ბოლოს გავიგე ახალი ტერმინია, როცა ჩართული გვაქვს, მაგას ქვია რეკზეა გასული. რეკორდინგი არის სუფთა ქართულად რეკზეა გასული. სუფთა ქართულად რა გადმოქართულებულად. ხო, ანუ სუფთა ქართულად მაგას ნიშნავს რა. როცა სუფთა ქართული არის და რეკია. ესე ჭიქებში ხო ჩავასხოთ მე რო არ დაგვეცეს იქ. კერადე ჭიქა რომ გაგუტაცოს. მიხდება სვამბო? სიმძიმე რო კონდეს? ხო. აი როგორც გინდა. ეს ავიღოთ თან ერთი. ფერი კაი. სუნიც კაი. ეს იმედია გარე და ნა. სალუტ, ეს ავიღოთ იქ ოღონდ YouTube-ს მისიის აქვს. წესი არა ეგეთი უბრალოდ ეგრე შვებიან, რომ არ გამოჩნდეს ვინაა. შენ საით ჯდები? საითაც გინდა რა ვიცი. არა, პროფილი რომელი უკეთია. ახლა მაგდენი რა ვიცი. მაშინ აქეთ დაჯექი, შენ აქეთ დაჯდები მე ჩემთვის. არცერთი პროფილი, ორივე პროფილი თანაბრად არ მივარგა. ორივე პროფილი თანაბრად არ მივარგა, კარგი. თავის ეგზენი როგორც სადღაც რეკლამაში ჩაგვეთვალოს. მოიცა ხო? აი, ხო მიხვდი, ზუსტად ეგ პრინციპია, რომ რეკლამაში არ ჩაგეთვალოს. თუ ჩაგვეთვალოს, უნდა ვთქვათ მე, რომ ფასიანი რეკლამაა. მაგჭის წყალი ისმევა? ჭის წყალის თავის დროზე წინამე პატრონე სანამ ცოცხალი იყო სვავდა ვამბობენ. მერე დანამდვილებით ისტორიკოსი მოქცევა ქართლისაი არ საუბრობს იმის შესახებ რა მოკლა ის კაცი ჭის წყალმა თუ ასაკმა. ხო. ამის შესახებ მოქცევა ქართლისაი დუმს. მაგე შეიძლება რა ისტორიას კარგად სწავლობდი სკოლაში? სკოლაში ისტორიას კარგად სწავლობდი? სხვათა შორის არა. რა სწავლობდი კარგად? სახში არ მისწავლია, სწავლობდი მოსმენით, ახლა ვისმენდი რა. გაკვეთილზე არ მაიმუნობდი როგორც წესი. როგორც წესი, გადასარევად ჩანს ყველაფერი. ნელ-ნელა იმ კატეგორიას მივეკუთვნები, რომელიც პირველად თუ კითხავდნენ შეშაზე შევთავაზებდი მასწავლებელს გასვლას ან გასაგები. ამის რომ მე ვინმეს მოეყოლა და მე მოვიხსენ და რაღაცას ან როგორც მე მეუბნებოდნენ ხოლმე, ვიციო რომ ჩემო ნაყოს მე მეორებო. ანუ ვერც მიბრაზდებოდა, მაგრამ მიბრაზდებოდა. ხო, რა ვიცი, ახლა მიზანი ხო ისაა, რომ ისწავლო ფაქტი. სწავლდა და გესწავლა და ახლა შენ მოყოლით ისწავლი სხვისი გაგონილიდან ღამეებს გაათენებ თუ ხო, იაკობ გოგებაშვილის ნაწერს წესს არ მოხონდეს მნიშვნელობა. ხო, თორე ცოდნა შეგეძინა. აბა. გასინჯე ქართული ღვინო. იმიდან დინარიდან კი არა და ტბიდან. ხო. ყურძნის გაშენება არ გაქვს გეგმაში ისე? აუცილებლად. იმ ტერიტორიაზე, რომლის ლეგალიზაციაც მაქვს მოთხოვნილი, აი ფერდი რაცა, რაც დაეტევა, რამე ქართული და უფრო კონკრეტულად გურული ჯიშებია. თითქმის გადაშენების პირას ყოფი, ჯანის ხილათუბანი, რაღაცა მტრედის ფეხა და ასეთი სახელები. ძალიან ბევრია, როცა სახელები რო. ხო, მინდა რომ უცხო, იმიტომ რომ არა. არ გაგვიგია, რაც არ გაგვიგია, გვეუცხოებ. ხო და აუცილებლად გავახარებ თან მიწის ანალიზი ის არ ვიცი. ამასობაში კამერა ჩართულია. გამარჯობათ, ჩემო ძვირფასო მაყურებლებო. ახლა ჩვენ კამერას უნდა უყუროთ თუ ხო, ისეთი კამერის უკან ყოფ ადამიანებს ადრე მაგალითად გადაცემებს ის ოპერატორობა ჰქონდათ, რომ იქ ოპერატორიც იყო, პროდიუსერიც იყო, რაღაცა მონტაჟეთ, სცენარის ავტორიც და ამ ხალხსაც ესაუბრებოდი და დღეს შეგვიძლია მხოლოდ ესე ტელეფონს კამერას ამ შემთხვევაში უმზიროთ და ვესაუბროთ. თითქოს ცოცხალი არსებაა. თითქოს ცოცხალი არსება და თითქოს ცოცხალი არსებები თითქოს კი არა დგანან ამ კამერის უკან და ვიმედოვნებ რომ ასები კი არა ათასები იქნება. ხო და ამ უჩვეულო ფორმატში მოგესალმებით. არ ვფიქრობთ რომ ჩემი სკამები გასაკეთებლად წაღებული და არ ვფიქრობთ რომ სკამები არ გქონდა, თუმცა ერთი ძალიან საინტერესო რაღაც შეგვემთხვა, რომელიც პოდკასტში არ იქნება, ეგ ვლოგში იქნება რა და როგორ იყო. ხო და დღეს ისეთი ადამიანი მყავს სტუმრად, რომ ვერც ამინდმა შეგვიშალა ხელი და ვერც იმან რომ რაღაცა საქმე შეიძლება და ქონოდა მე ან ბატონ დავიც და ამისთვის და იმისთვის რომ თქვენ მოგიყვეთ
ყველაფერი რაზეც საუბარი გვინდოდა და მე მინდა რომ ვისაუბროთ. დღეს აქ ვართ, თქვენ ხა დარწმუნებული ვარ ამ ყველაფერს უყურებთ და შესავალი ნაწილის მერე რომელიც ესეთი ოფიციალური გამოდგა, არა ოფიციალურად მინდა გაგაცნოთ ადამიანი, ჩემი მეგობარი, ბავშვობის მეგობარი და ამას რომ ვამბობ, კი ვარ სუბიექტური, მაგრამ მიხარია ის რომ არა სუბიექტური კაცი მყავს დღეს თუნდაც, რომელიც რაღაცეებზე რაზეც ილაპარაკებს, ისე აპარაკებს, ვიცი ობიექტურად. ცოტა სუბიექტურადაც. ცოტა სუბიექტურად იმდენად, რამდენადაც მაგალითად ქართველი ხარ. ან რაღაცა გურული ხარ ან ასე შემდეგ. ხო და ბატონი დავით ხუხუნაიშვილია, ჩემი სტუმარი, იცნობდეთ, გიყვარდეთ, აფასებდეთ. მესალმები მეც. ხო, მაყურებელს. და დღევანდელი პოდკასტის სახელი ესე არაოფიციალურად წარმომედგინა, როგორ იცი, გზა ლანჩხუთიდან ჰიუსტონამდე. ხო. ტეხასამდე. შეიძლება ეგრეთ. როგორია? ოღონდ არა მექსიკით და არა რაღაცა ნიანგებით და იმით. პირდაპირ ფრენდ. ხო. პირდაპირ ფრენდ ისტანბულიდან. ეხლა შესავალსაც გავაგრძელებ, გეტყვი იმას, რომ შენს შესახებ რაღაცა ადამიანებს რო საუბრები, აი თუნდაც იმით, რომ რაღაცა ბოლოს ახალი გადაწყვეტილება გაქვს, წყალქვეშაც გაიგო, რა ხდება და მაგაზეც ვისაუბრებ. ხა ზოგს უკვირს მიხდი და რატო უკვირს? ისი ჩვენთან გინდა არ გინდა რაღაცა წრებრუნოა, პროფესიებიც ერთია, რაღაცა მიზნებიც ერთია, ამ წრის გარშემო ადამიანები ბრუნავენ და თითქოს ისე ვიზრდებით და ისე ბერდებით, არ ვიცით იმის იქით, თუნდაც კავკასიონის იქით, რომელიც აქედან რაღაცა არსებობს კიდე რა. შენ ამ წრიდან გასული ადამიანი ხარ და როგორც წესი უყვირთ ხოლმე ადამიანებს, რომ სანამდე შეიძლება მეორე ადამიანი წავიდეს. და მე ერთის გაკვალული გზა როა, მე უკვე ფაქტია იმის, რომ შენ შეგიძლი. და მე ვფიქრობ ეხა ლანჩხუთელი იქნება თუ არა ლანჩხუთელი ნიშნობა რა ადამიანი რომ ჩვენ გვიყურებს, შეიძლება ვიღაც პატარა 13-14 წლის და რაღაც იგივე სურვილები გქონდეს, რომელიც უნდა შენ გქონდა თავის დროს. იცი გზა როგორ მიხვიდე ამა თუ იმ მიზნისკენ. ან მიზნამდე. გასაგები. მოკლედ საიდანაც გინდა იქედან დაიწყა ისე არა მიზნამდე ახლა შენ ისე ჩამოაყალიბე სიმართლე რომ გითხრა მე მიზნად წასვლა ამერიკაში არასოდეს არ მქონია. რაღაცა ჩემი ცხოვრების ის არა ბევრი ახ ადამიანი ვიცი და შენც გეცოდინება ახლა რომ ერთი სული აქვს სახს გაყიდიან ვალს იმას იზამენ რაღაცა რომ და ძალიან დიდ რისკზე მიდიან რა საბოლოო ჯამში ახლა მექსიკიდან რო გადადიხარ ენა არ იცი ასე თუ ისე არავინ არ გელოდება იქეთ არავინ არ იცი ჩემი აზრით ძალიან დიდი რისკია მე არასოდეს არ მქონია გეგმაში ეგრე არ ვიცი ახლა შეიძლება მე ბოლოს უკვე ბოლო წლებში გამჩენოდა მაგის სურვილი იმიტომ რომ ძალიან ბევრს გაუჩნდა ლოგიკური მიზეზებიდან გამომდინარე და არ გამორიცხავ რომ მეც გამჩენოდა მაგრამ მე სხვათა შორის რომ შემომთავაზეს რომ ამერიკაში არისო რაღაცა პროექტიო დავფიქრდი იქამდე ის თუ ანუ მაგ სამსახურამდე როგორ მიხვდი სანამ ამერიკის პერსპექტივა გაჩნდა აჰა მაგ სამსახურამდე მე ზოგადად პროფესია თქვი პროფესიით გეოლოგი ვარ ხო გპი აქვს დამთავრებული ესე რომ ვთქვათ ნავთობის და გაზის ტექნოლოგიები ხო და ეს ნავთობის და გაზის ტექნოლოგიები მე სამედიცინო მინდოდა პირველ რიგში მინდოდა ხო მან თქვა განხრა ტრაუმატოლოგია თუ რაღაცა არა ასე კონკრეტული განხრა არ მქონია სიმართლე რო გითხრა მაგრამ სამედიცინოზე ვფიქრობდი მაგრამ მე აღარ ჩავაბარე სამედიცინოზე იმიტომ რომ დაფინანსებაც მარტო 100%-იანი იყო თან 12 წელია სწავლა მე რეზიდენტურა გინდა რაღაცა ის ჩვენს ყველას ამოთხოვ მიხდი სამედიცინოს მე რეზიდენტურა მოკლედ სანამ წელში გამართული ჩამოყალიბებული ექიმი იქნები და დამოუკიდებლად შეძლებ თავის გატანას ალბათ რავი უნდა გახდე 40 წლის ხო თუ რამე ჩავარდნა არ გექნა და ასე შემდეგ და აირჩიე უფრო მარტივი გზა თან ირჩია ერთმა ორმა კიდევაც რაღაც დავფიქრდი ეგრე გადავწყვიტე და დაფინანსებაც უფრო იყო ამაში მე მაგისტრატურაზეც უფრო მარტივად გავედი ის ხორიფარება არა ის თუენთო ხო და ეგრე რა ვიცი მე მუშაობდი მიკროსაფინანსოში მუშაობდი უნივერსიტეტის დროს სხვათა შორის ელიავას დავდიოდი ვიყავი ფულის ამგროვებელი ანუ შაუბნელი ლაქა ყველა ცხოვრებაშია რაღაცა
ყოველდღიურად რო სესხები რო ეგა ყოველდღიურ სესხებზე კი და ელიავაზე დაშლილებში აქეთ დახლებზე ყველგან თავიდან ბოლომდე გვარებით სახელებით ვიცოდი ყველა და ვის რამდენის ქონება ელაგა ბრუნო რა ქონდა და ვინ რანაირი გადამხდელი იყო ხო და მე მაგის მერე ვისოლში აგი ალბათ რა ვიცი ჩემი ოჯახწევრებმაც შეიძლება არ იცოდნენ ან არ ახსოვდეთ მაგრამ ვისოლში მითხრა ერთი იგი იყო ნაცნობი მყავდა იქეთ რა და მე ვისოლში ნაცნობი მყავს მოკლედ და შენ თავარია თავი შეყავიო რა ხო იცი და აქ უკვე სიტუაცია ძალიან არეული იყო უკვე ამ იმაში მიკროსაფინანსოში და ვისოლში ჩავაბარე ისინი გამოცდებით გავიარე ყველაფერი მოკლედ ხუთიანზე და დაჟე ერთი ნახევარი დღე პრაქტიკაზეც ვიყავით გასული რაღაცა რომელიღაცა ბენზინგასამართ სადგურზე ვარგეთილისკენ და ხო და კაკრას აი მაგ დღეს დამირეკეს პიპისთან რომ რაღაცა იმაზე ვიყავი მე დარეგისტრირებული HRRA to HRS იგე საიტი მოკლედ და მაგაზე შენ ინტერესებს ავსებ გამოცდილებას რაზე სწავლობ რა გამთავრებული და ხო მოკლედ და მაქედან მოვხდი BP-ში გარდაბნის პროექტზე იყო საერთაშორისო პროექტი იყო მილსადენის გაფართოება სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოება SCPX ესე ერქვა მაგ პროექტსა ეგ ცნობილი გასაუბრება 500 კაციდან მარტო შე რო აგიყვანეს თუ ეგ სხვა არა მგონია რომ 500 კაცი ყოფილიყო ეგ შედარებით მარტივად გავიარე ან მეომეჩვენა მარტივად არ ვიცი მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმის შეგრძნება არ მქონია რომ აი რაღაცა ძალიან ხუთი ეტაპი გავიარე და რაღაცა და არც იყო ანუ იყო ახლა ანაზღაურების თვალსაზრისით რო შევხედო რასაც მიკროსაფინანსოში ვაკეთებდი იმაზე ცოტა მეტს მაგრამ გრაფიკი გაიყო და ნუ ახლა რა თქმა უნდა BP ახლა იმნაირი კომპანიაა რომ რაღაცა პერიოდი სულ არ გადაგიხადონ ხელფასი მაგას კიდე გამოცდილება შეიძლება გამოცდილება და თან ახლა CV-ში ჩაგეწერება რო იცი ხო იცი ეგ თემაა რა ხო და მე მაქედან რავი ერთი რამდენი წელი ვიყავი მაგ პროექტზე მე წალკაში ვიყავი გარდამაში ცოტა ხანი ვიყავი მე წალკაში გადავედი წალკაში საკომპრესორო სადგური აშენდა მაგრამ ძალიან დამწყებ პოზიციაზე ვიყავი აი მაგაზე ქვემოთ რო არაფერი არაა იდეაში რა რაღაცა პროცედურები უნდა წამეკითხა და მასთან კონტრაქტორებთან ქონოდა კომუნიკაცია რომ რამე გადაცნობა არ ქონდათ რაღაცა გარკვეულ საკითხებში და ნუ მაქედან მე ვეხმარებოდი ახლა რაზეც მუშაობ იმის დეპარტამენტის უფროს ვეხმარებოდი რაღაცეებში თან სწავლობდი და მე ეს პროექტი რო დამთავრდა არ უფროსწორად მაგ პროექტზეც დაგვაწინაურეს მე და ერთი ჩემი back to back-ი ანუ ჩვენ ვენაცვლებოდით ერთმანეთს რა back to back მაგასნიშნა ხო რომ ორი კვირა ანუ სამი კვირა მუშაობდი, ერთი კვირა ვისვენებდი და იმასაც ესედაც ისე ვიყავით, რომ გადაფარვა გქონდა რა. ხო და დაგვაწინაურეს მე, იმიტომ რომ უკვე სრულ განაკვეთზე ვაკეთებდით უკვე იმ საქმეს, რაზეც თავიდან ასე ვსწავლობდით, ვეხმარებოდით და მე მალევე დამთავრდა ეგ პროექტი უკვე რომ დაგვაწინაურეს და მე იქიდან რეკომენდაციით გადმოვედი, ახლა რომელ კომპანიაშიც ვარ და ამ კომპანიაში კი ვარ უკვე 7 წელია, საერთაშორისო კომპანია საქართველოში ქონდა თავის დროზე ხა დახურული და ხო და არის 3-4 კაცი არის ალბათ 4 კაცი აღარა ახლა უკვე მაგრამ ოფისი აღარ გვაქვს რა ისე დისტანციურად მუშაობენ ხო და ესე ხო და იმ პროექტს მე კაი ხანი თბილისის ოფისში ვიყავი მე დუბაიში ერაყის პროექტზე ვიყავი მე სხვათა შორის ერაყის ვიზა მაქვს ჯერ კიდევ აქვს კი მაქვს მაშინ სადღაც წავაწყდი ამასთანაც შენახული სამუშაო ვიზა გავამიგზავნეს იმიტომ რომ იქ ატრენინგებდი მე ადგილობრივებს მონაცემთა ბაზის მართვაში და მენეჯმენტში რა მოკლედ ზოგადი განათლების კუთხით ადგილობრივები როგორ იყო თუ იქაც ისეთი ნაწილი ხდებოდა ვინც ერაყში იძახი ერაყში მე რაც მქონია შეხება ნეპოტიზმი ყვავის იმიტომ რომ 5 თუ 6 სტუდენტი მყავდა რა სტუდენტი რა ანუ ჩვეულებრივ თანამშრომლები იყო პროსტა მე ვატრენინგებდი რაღაცებს ვასწავლედი რა ამ 5-დან მე უკვე რო გავიცანი ხალხი და რაღაცა დაუახლოვდი და რაღაცა ურთიერთობა გამიშდა ვიღაცებთან მე ნელ-ნელა გამომარკვიე რომ ის ერთი
პროექტ მენეჯერის დიშვილია, მეორე ვიღაცის რაღაცა, ის გარებიძაშვილია და ამ ხუთიდან რეალურად საქმის გამკეთებელი ალბათ H1-2 თუ იქნებოდა რა. რომელიც ისე იყო. მაგრამ ნუ ყველაფერი ისე ზოგადი კომპეტენციის დონე ვიტყოდი რომ საშუალოზე დაბალია ალბათ რა. ხო და მანდ მოკლედ საბოლოო ჯამში მაგ პროექტზე აღარ გამოვიდა თან ეს კოვიდი და რაღაცები დაემთხვა მაგ პერიოდში. ხო და გადამიდეს ან დუბაიში და ჩავსულიყავ დუბაიში იყო სათავო ოფისი და მე რაღაცა ეტაპის მერე უკვე გადავსულიყავ უნდა ერაყში. ბასრა არის ერთი ასეთი ქალაქი. მაგაზე კაი ხანს ვარ ყვევდი, მე თქვი ერაყი პირველად რო გავიგე, მე თქვი რავი, ალბათ რაღაცა საკოფაში პოლიგონზე გიშვებდნენ გემონა თუ? ხო, რაღაცა ისეთი დაწესებულება უნდა ყოფილიყო, სადაც ან მაღალი დაცვის სტანდარტები იქნებოდა, ან ამ ლოკაციის შესახებ ეცოდინებოდა ყველას და რაღაცა ბომბს არ ჩამოაგდებდნენ, მაგრამ მე ველაპარაკე ვიღაცა პროექტ მენეჯერსაც იმასაც, აუ მე 20 წელია აქვს ხო რომ ომი სადაც არისო, ისო არისო მეორე მხარეო. ჩვენთან მშვიდობაა ხო და ეგ და საბოლოო ჯამში ისე მოხდა რომ მაგ პროექტიდან მითხრეს რომ ფინანსები აღარ გვაქვს მოკლედ და გაგიშვათო უნდა. არა და ვიღაცა კიდე თავის ნათესავებს მოყვანა. განათლება როგორ შეიძინენ, როგორ გაგიშვან შენ და ბიძაშვილი, ერთი ბიძაშვილი ყავდა ეთყობა და უსაქმებელი ან მამიდაშვილი შვილი. ხო, რაღაცა ეგრე გამოვიდა. ეგრე მაქვს გაგებული მე. აბულყასიმი მუშაობს ახლა შენ მაგერად ვიღაცა? არა, პირიქით, კაი, ეგ ხო იცი, უკეთესი დარჩა მე, იმიტომ რომ მალევე მე ამერიკის პროექტი გამოვიდა. აქედან რო უყურებ, კაი აღმოჩნდა, რომ იმ წუთაში რო გიფიქრე რომ რავი რაღაც. ახლა იმ მომენტში რა თქმა უნდა გამიტყდა. ზავრცლად კი პასუხი მე მგონი რატომაც არა, როგორც გინდოდეს თავისუფალ პოდკასტის სიამოვნება ისაა, რომ თავისუფალი საუბრის და აზროვნების გარემო. ნუ ჩემ შემთხვევაში ასე რომ ეხლა ჩვენ უწმაზურ სიტყვებს არ ვიძახით როგორც წესი, მაგრამ თუ ირმისთვის შეგინებით გულს მოვიოხებთ, არც მაგის პრობლემა არ არის ბატონო. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ხო პუს დაადეს მე რომ რა. იმედია მივალ იმ დონეზე. მაშინ რა ქვია, რომ ტური ვიპოვო სად უნდა და ეგ ხო ის რო დაგჭირდება იპოვიმეთ მარტივად ასე. არ იქნება ჩვენ გადაცემაში მაგის ის არა, ხა თენგის კითხვას თუნდაც შეაგინეთ და დავადებ მაგას თუ არ ვინმე ეგეთ ასე რომ არა მე გინევით არც არასდროს არ გამოვირჩიოდი ახლა პოდკასტში მეტმეტეს არ დავიწყებ. რომელი უფრო ის უცნაური შეგრძნება იყო ამერიკაში წასulis ის რომ მიიღე რა ქვია თანხმობა ან სამსახურიდან თუ ფეხი რო ჩადგი უკვე და მოიხედე მარტო იყავი ქართული არ გესმოდა. მე ყოველს მასე ვარ ზოგადად რომ წინასწარ ახლა დაჟე საქართველოშიც რო უბრუნდები ხოლმე ხო რომ ახლა მიხარია რა თქმა უნდა მაგრამ სანამ თვითმფრინავში არ ჩავჯდები და სანამ თვითმფრინავი არ აფრინდება მანამდე რაღაცა ის სიხარულის შეგრძნება მაქვს მაგრამ იმდანაც ვერ გზნობ და მე უკვე მოზღვავებულად მოდის უფრო რომ აი უკვე თვითმფრინავში რო ვარ და რაღაცა და იგივე სიტუაცია იყო ამერიკაში ჩასვლა ეს რა წინასწარ ესე რაღაცა არ მქონია მაინც არც გახარების შეგრძნება რაღაცა ისე შეტაბილება მქონდა რომ ახლა ხო ველაპარაკებოდი ახლა ხალხს მეგობრებს ოჯახის წევრებს რაღაცებს და ბევრი ისეთი ის მქონდა რა ქვია პასუხი ხო არ გაგიჟდიო რას ფიქრობ რა მაგას დასაფიქრებელია ხო და მე აი მართლა გულწრფელად წავიდა და სიხარული დაუფიქრებლად გულწრფელად რაღაცნაირად აწონის მომენტი მქონდა რომ აი მიიღირს არ მიიღირს ისე რა რის გამო იყო აწონდასაწონი მანძილი სიშორე ასე შემდეგ თუ ხელფასი თუ ანუ არა უფრო ალბათ რაიდო სასწორზე იდო აქაური ცხოვრება ახლა შეიძლება ახლა გაგეცინო შენ რომ რა დიდი გადამრიე ცხოვრება აქეთ იქნებოდა მე არ მეცინებ იმიტომ მაგიტო ვარ აქეთ და მაგიტო ვარ ტყეში მაგრამ ახლა გინდა არ გინდა ანუ ცხოვრებას ტოვებ ასე ქვია რა და თან კომფორტის ზონას ხომ არა შემთხვევით კომფორტის ზონაც რაღაც გაგებით კი მაგრამ მე მაგის შიში არ მქონია მაინც რაღაც კომფორტის ზონა პირიქით მე გააზრებული მაქვს რომ კომფორტის ზონიდან თუ არ გამოხვედი ისე ვერ გაიზრდები ადამიანი გამარჯობაში მადლობა აი ზუსტად მაშინ იზრდები ხო და ეგრე იყო რა მაგაზე ვფიქრობდი მე თორე ახლა სხვა მეტი ისეთი არაფერი და თან ახლა ამერიკა ისე არაა რომ რაღაცა ყველა თვეში იფრინო ახლა ხან წელიწადში ორჯერაც ჩამოვსულ ვარ და ასე შემდეგ მაგრამ რთულია მაინც დიდი ფრენებიც ძალიან ძვირი ღირს თუ გაგიმართლა
შეიძლება იშო რაღაც, მაგრამ რომც გაგიმართლოს მაინც ხო, ძვირია ერთი რა. მანქანის ერთი ოპელის ფასი მაინც ჯდება. გამართლების შემთხვევაშიც კი ოპელი რა ღირს? $2000 კარგ ოპელს იყიდი. ხო, დაახლოებით. ცოტა ნაკლები. ხო, ცოტა ნაკლებში იყიდი ოპელს, ასე რომ არა ხო რა. სწორი შედარება. კი, და ბევრი შენს ადგილას მაგას არიზავდა, რაც ხშირად შენ დაფრინა. ისევე ქვეყნის და ოჯახის სიყვარულში. ხო, აბა. ხო და წეგან ამერიკაში ისე არა რომ ამბობდი, ეგ უფრო მაინტერესებს რა როგორ არა, იმიტომ რომ ჩვენ ხო იცი, მაინც პროპაგანდულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, თუ Facebook-ია თუ ისა და ის დამპალი ამერიკელები და ასე შემდეგ და ისე შემდეგ და შენი აზრიც მაინტერესებს სამსახურთან ერთად. ისიც მაინტერესებს როგორი მიდგომა აქვს ზოგადად იქ სამსახურის ადამიანებს. და ზოგადად გარემო იქაური, აქაური. რატო არიან ჩვენი გადმოსახედნი ისინი დამპლები პროპაგანდისტულია თუ ნამდვილად ანუ გააჩნია მაგითაც რომ ობიექტური ადამიანი ხარ კი, იმიტომ რომ მაგალითად ყველაფერზე იქნება ნაფიქრი და თვალი ისეთი გაქვს შეხედავდი ახლა. შეადარებდი. არა, მაინდა-მაინც ბევრი ნაფიქრი არ მაქვს მაგაზე, მაგრამ თავარი ანუ მედი ჩვენ ახლა ვიცით ამერიკა ხო, იმიდან მედიიდან ტელევიზორიდან და რაღაციდან. შენ იქ ხარ ხო, არა, მე ახლა მაგიდან მიწყებ მე რომ თან განსაკუთრებით იმ ადამიანებს ეხება, ვინც ინგლისური და რუსული არ იცის და ქართულ ანუ პირდაპირ გადათარგმნილი ინფორმაციას ღებულობ, ხო და უკან ხმას რო უკრობენ საერთოდ. ორიგინალ ტექსტს საერთოდ რომ არის იქ რა წერია და რა რასაც უნდა იმას ალაპარაკებენ. ხო და რას ვამბობდი, ის მეთქი რომ ჩვენ ვიცით აქედან და მედია ერთი ჟურნალისტი ძმაკაცი მიყავს ასე თქვათ და იმისგანაც ბევრჯერ გამიგია რომ მედია არის ნაირ რაღაცა გინდა Facebook-ის იყოს გინდა რაღაცა არხი და ასე შემდეგ რომ ხოთანს ყურს გინდა აქედან მიაწებე გინდა იქედან კი ბატონო ანუ არის რაღაცა ისეთი რაღაცები რაც შეიძლება აი მარტო იმაზე მოახდინო ფოკუსირება და მე ადამიანს შეუქმნა წარმოდგენა რომ ეს ამერიკა დამპალი ყოფილა და რა გარყვნილები და რაღაცა უღმერთოვი ყოფილან აუ უღმერთო ვახსენე და იქ რო ჩავედი თუ ახშამზე ახლა ჩემი თანამშრომლები იყვნენ რამდენიმეჯერ დამპატიჟეს რაც ახშამზე ხო და საერთოდ არ მქონია იმის შეგრძნება ხა აქედან გამოყოლილი მქონდა მე რომ აი რაღაცა უღმერთოვი და ისინი არიან და ვინც ყველა არა რა თქმა უნდა მაგრამ ვინც არის მორწმუნე და რაღაცა ეკლესიაშიც ყოველთვის დადის სტაბილურად ის რაღაცა კათოლიკეებზე გასაუბრებთ მნიშვნელობა არ აქვს მე რა ეკლესიის ქრისტიანები არიან რაღაცა ის მან ხო იცი ესა დენომინაციებია მოკლედ რაღაცა ხო ჩვენ ახმართმადიდებლები ვართ რა თქმა უნდა იქეთ კათოლიკები მაგრამ ძირითადი და ბევრი დიდი ნაწილი მე ვისთან მქონია შეხება არის უბრალოდ ქრისტიანები რა რაღაცა ბიბლიას სწავლობენ ბიბლიას კითხულობენ და ეგა მაგათის ისა სახელმძღვანელო ესე რო ვთქვა რა მაგით ხელმძღვანელობენ მაგრამ ჩვეულებრივი ქრისტიანები არიან რა ახლა მე რაღაცა ის ამ ბიბლიაზე დამატებული ისინი არა აქვს რაღაცა დოქტრინები რომელიც მე ამ უკვე დენომინაციებში გადადის და ავის ანუ ფილმებშიც გექნება ნახ მართლა ეგრეა რა ხშირად ლოცვის ან ლოცვის ხელს შეგიდებენ და ღმერთს მადლობას წირავენ ყოველ იმაზე შანსი არ დავიწყებთ ახლა ვინც მორწმუნეა და რაღაცა სულ ეგრე რამდენად ჩანს ეგ მარტო მაგ კონკრეტულ იმას არ გულისხმობ რომ აი ჭამის საზრდელის მიღების დროს უცო აი ყოველდღიურ დაპარკინგების დროს რაღაცაობა ზოგადად ხალხი ბევრად ხო ახლა მე ვიძახი ტეხასიდან გამომდინარე რომ ტეხასში არის ძალიან თბილი ხალხია ძირითადად მომღიმარი ახლა კარის დაჭერაც იციან აი რაღაც 9 კილომეტრიდან შეიძლება არ დაგიჭირონ კარი მაგრამ ანუ ისე ჟესტიკულაციით ვიძახი რა ის განსაკუთრებით რომ აი ვიღაცას კარი და როდის მადლობა როგორ გეკადრება ან ხო იციან ახლა ფეხზე ავდგეთ და რაღაცა კი ანუ ეგეთი რაღაცები იციან და მე არ ვიცი ახლა ძალიან გამიმართლა და ესეთი კაი ხალხი შემხვდა თუ ყველა ეგრეა, მაგრამ რო ჩავედი ახლა ჩემი თანამშრომელი ვინც იყო და ვინც ჩემი HR-ი იყო ასე ვთქვათ, ეგ და კიდე ან ბევრი რა ძალიან თავზე გადამყვნენ რო იტყვიან, მართლა ეგრე იყო რა, ყველანაირად თან ისეთი აი ძალიან ნაფიქრი რო აქვს ადამიანს, ხო იცი აი რაღაცა სიკეთეს რო გაგიკეთებს მაგრამ ესეც სიკეთე არა რომ აი რაღაცა ყველა გაგიკეთებს ან ნებისმიერი გამოვლელი ანუ აშკარად იგრძნობა რომ ადამიანს ნაფიქრი აქვს მაგაზე და
ასე შემდეგ და მოვალეობის მოხდის მიზნი და რაღაციდან გამომდინარე არა გამიგია ხა ჩვენთან ყოფილან ახლა ჩამოსული ნიუ-იორკიდანაც სხვა შტატებიდანაც ახლა იგივე ქართულ სიტუაციაში მაგაზეც ვიტყვიან ახლა ქართველებთან მაქვს იქეთ ჭიდრო კავშირი და იმათგან გამიგია რომ ძალიან ცივი ხალხია მოკლედ რა ლიფტში კარის დაჭერა და რა გაღიმება და რა რამე ანუ რაღაცა და ესეც იქ კიდე რა ეგეთი თუ პრაქტიკაში შეხვდნენ ეგეთი ადამიანები პრაქტიკაში შეხვდნენ ეგეთი ადამიანები პრაქტიკიდან პრაქტიკულად მეტი რა ესეთი ხა ყველაფერში აი ის გამიმგზავრდა რომ არც ხონია ეგეთი დიდად რომ ზარმაცი ხალხია მეთქი ანუ არ არიან ზარმაცი ხალხი მაგრამ ყველგან ისა აქვს აი მაკდონალდში რო ხო ის drive-thru ხო ბანკომატთან drive-thru არის აფთიაქში ეგა ყველგან ისეა მოწყობილი რომ ადამიანს მანქანიდან ჩამოსვლა არ მოუწიოს მარტივებენ ცხოვრებას ხო და მე მიკვირდა და ხშირად შეხვედრივარ რომ აი ტრაფიკების ობიექტები რაც ახლა მარტო ის არა მარტო მაკდონალდსი არა რა თქვათა შორის ჩვენთან მაკდონალდსი რაღაცა ძალიან მაგარი იქ უფრო ისა არა მაკდონალდსი არის საშუალოზე დაბალი კლასის რა ხო იქ რაღაც ჩიკ-ფილე უფრო ისა მაგალითად აი ეგეც არის ის ჯანკ ფუდია ეგეც იდეაში მაგრამ რას ვამბობდი რომ მანდაც თუ გააჩერებდი მანქანას და შეხვიდოდი შიგნით რა ვიცი ალბათ იყო ორი კაცი ყოფილი ეგეთ შემთხვევები და ამ drive-thru-ზე იყო რავი ერთი 15 მანქანა იქში და რაღაცა და მე მიკვირდა რომ რატო არ აჩერებენ ამ მანქანას გააჩერონ ჩამოვიდნენ შევიდნენ იყიდონ წავიდნენ უფრო სწრაფია ხშირ შემთხვევაში მაგრამ რავი ახლა რაღაცა კულტურის ნაწილია ალბათ ეგეც და ეგ თემაა რა მაგრამ ისე მუშაობასთან დამოკიდებულების თვალსაზრისით ახ შედარებას რო ვაკეთებ ჩვენთან შედარებით ბევრად უფრო შრომის მოყვარე ხალხია რა ზოგადად იმ გაგებით რომ სამსახურებიც რო აიღო პირობითად ადრე იწყება ბევრად უფრო და ადამიანებს ბევრად უფრო პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება აქვს სამსახურის მიმართ ზოგადად და ტემპიც ბევრად უფრო სწრაფია რომ აი მაგალითად ერთ სამსახურიდან მეორეში თუ გინდა გადასვლა შეიძლება ერთ კვირაში ისე მოახერხო ეგ ყველაფერი რომ არავის შენც არ შეიშალო ხელი და კომპანიასაც რაღაცა კონტრაქტი და ის წინასწარ დადებული ხელშეკრულება არ დაურღვია ხა ჩვენთან როა რომ ერთი თვით ადრე უნდა გააფრთხილო და პროექტზე მით უმეტეს ახლა მე პროექტზე რომ მუშაობდი პროექტზე ეგრე იყო რა ბევრი ადამიანი იყო ვინც აი რაღაცა სხვა სამსახური ვიპოვე და კარგად იყავი თვალიდან მე აქ აღარ მუშაობ რა რაღაცა ეგეთი ძალიან მიკვირდა მაგრამ კომპანიის მხრიდანაც ყოფილა ეგეთი შემთხვევები და მე მივხვდი რომ ანუ მოსული თემა აქვს რა ხო და დღემდე მიკვირს მაგრამ მაინც რავი ერაყელებიდან განსხვავებით ნეპოტიზმში ამერიკელები როგორ არის ბევრად უკეთესად იმ გაგებით რომ ნეპოტიზმი ჩვენთან ახლა მაგალითად აფასებენ მაგრამ მაგას ნეპოტიზმს არ უძახიან აფასებენ რა იცი შენ თუ მოიყვან ვიღაცას მაგაზე სულ იძახიან თუ იცით აი მაგალითად ვინმე კარგი პროფესიონალი, კარგი ტექნიკოსი რაღაცა. ისოს მართლა კარგი უნდა იყოს და არა ბიძაშვილი რომელსაც მაგას ხო, მაგას აფასებენ და ეგრე არა ისე ნაკლებად ახლა მაგასაც ჩვევიან ალბათ რა თქმა უნდა ეგერ აგერ მაგრამ ახლა მასშტაბები რო შევადაროთ ძალიან ბევრად უფრო წინ არიან მაგამ ბავშვები. ახლა ისა უნდა მოიყვანო შენი პასუხისმგებლობა არა ახლა ვიღაცა ისეც თუ მოიყვან რომელიც პროსტა დევს არაფერს არ აკეთებს ხო ანუ პროფესიონალს ფუტბოლის სიხარულით შეხვდებიან თორე თუ კარგს რომელიც სახელმწიფოს უნდა აძლევენ არა გამოვიდნენ გულეშტებიან რაღაც მომისვენენ პოლიტიკურ ცხოვრებაში რამდენად ჩართული ხალხი ამერიკელი აი ჩვენთან როა განსაკუთრებით ხო გურულებს რო გიყვას ქუჩაში რო გააჩერო ყველა მიცის რა ხდება დუნიაზე თუნდაც ტრამპი რას ფიქრობს მაგიც იცის აგერ ჩვენმა მეზობლებმა კი იცის არიან ყოველდღურად რამდენად წუხდება ვიღაც ამერიკელი შენი თანაქალაქელი რომ აი ხვალ ესე იქნება თუ გეოპოლიტიკური მოვლენები იქონიებს თუ არ იქონიებს გავლენას თუ ანუ ამერიკაშიც არის რაღაცა უკვე გამძაფრდა ასე ვიტყოდი ეს პოლარიზაცია რაღაც გაგებით და ანუ ჩემი აზრით მაგას ზოგადად იწევს რა იცი აი ხო არიან ახლა ხალხია საზოგადოებაზე ვიძახი რა აქაც და კიდე იქაც რა და ეს საზოგადოება იკვება ანუ გადაწყვეტილებებს და პოლიტიკურ შეხედულებებს იყალიბებს
ინფორმაციიდან, რასაც ვისმენთ და ხშირ შემთხვევაში ეს ინფორმაცია ყალბია და ყალბი ინფორმაციაზე დამყარებული შეხედულება მე ექნება არასწორი. იქაც ეგრეა? იქ როგორაა, იცი? ყალბი იმდენად არა, ხო. ვიღაცებისთვის მუშაობს კი. არის ვიღაცები, ვისაც ჯერ არა და რავი, ახლა deep state-ს განმარტება ხო ისა, რომ ფულიანი და გავლენიანია და მაგნაირები თვითონ მაგნაირები ამბობენ, რომ deep state-ისკენ იშვენენ ხელს, რომ მე არ ფშუაშია, რომ deep state-მა იმას ხნა. და მოკლედ სასწილო. მაგრამ ჩვენგან განსხვავებით ერთი განსხვავება ისაა, რომ ძალიან ასე ღრმად არ არიან, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში ესეთი ეკონომიკურ, სოციალური, პოლიტიკური კრიზისი იმდენად არაა რა. მაგრამ ხალხი არის მაინც პოლიტიკურად განწყობილი რა, ასე თუ ისე რა. და ყველას ახლა თავის შეხედულება აქვს რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა რო გითხრა რომ აი სახში ინვესტორს უნდათ მიხვიდე და პოლიტიკაზე დაგიწყო რაღაცა პოლიტიკურად ლაპარაკი და ეს ეგრე ნაკლებად, მაგრამ აი გაპროტესტებაც იციან, ბევრი გამოსულა, რა ვიცი ახლა ამ ბოლოს ხშირად იმართება რაღაცა დიდი ცვლილებები იყო მოკლედ მან კონკრეტულად ახაში თუ ზოგადად ამერიკაში ზოგადად და ჰიუსტონშიც იყო ბევრი ხალხი ძალიან გამოსული სხვათა შორის და იქეთ ანუ ცენტრალურ შტატებშიც კიდე იქ. ანუ მან ჩვეულებრივად როგორც განვითარებულ ქვეყანაში გამოდიან, გააპროტესტებენ, იშლებიან თუ ჩვეულებრივად როგორც ჩვენ ნაერთლებში შლიან, ასხავენ, ურტყავენ. თუ ისეცაა და ისეცაა. მან ანუ ისიც და ისიც ახლა მე ვიტყვი რომ იქ არ არბევენ მეთქი ალბათ არბევენ ახლა მე რო გითხრა რომ ესე ჩემი თვალის მინახავს მეთქი არა მაგრამ ის პირველ რიგში იმას აღნიშნავდა რომ ხალხი ბევრად უფრო აგრესიულია იქ იმიტომ რომ ჩვენ ჩემი გადმოსახედიდან ბევრად უფრო მშვიდობის მოყვარე ხალხი ვართ აი პროტესტის თვალსაზრისითაც კი ვიდრე იქეთ ახლა ევროპის ქვეყნებსაც რო შეადარო ევროპის სიტუაცია ეგრეა იწვის ყველაფერი ერთ მიტინგზე ნახევარი პარიზიდან ხო და მან კიდე განსხვავება დიდი განსხვავება ისაა რომ კანონობს იქ რა ის კანონი ყველასთვის ერთია მოსამართლე შეიძლება ხო ნახდათ ერთი ეგრეა თუ ფილმებში რო უყურებთ არა ძალიან მაღალ დონეზე რო აიღო ახლა იქ რაღაცები ხდება ალბათ არის რაღაცები ახლა კორუფცია და რაღაცა იდეალური არსად არაფერი არ არსებობს, ხო? არის რაღაცა, მაგრამ შედარებითია რა იქაც რაღაცა, მაგრამ აი ზოგად დონეზე აი მარტივ მაგალითს გეტყვი რა. აქ რო ჯარიმას დაგიწერენ მაგალითად. მიდი და იჩივლე, ანუ შანსი არა, თუ შენ სიმართლეს ვერ გაიტან რა. იმიტომ რომ ხან რაღაცა გეგმა აქვს შესასრულებელი ბევრჯერ გაგვიგია, ანა მართალი ანა რა კაცმა არ იცის, მაგრამ თითქოს არის ღოს გეგმა ქონდა შესაძლებელი, იმიტომ დარბოდა შუკა. იქ არის ესეთი რაღაცა რომ პოლიციელი ფიქრობს რომ შენ დაარღვიე გაძლევს ქვითარს და ჯარიმა ეს ქვითარი უნდა მიიტანონ სასამართლოში სასამართლო პროცესი ჩაინიშნება და იმ პოლიციელმა უნდა დაამტკიცოს ყველაფერზე ხვედია თუ ერთგულად და იმ პოლიციელმა უნდა წარადგინოს მტკიცებულება რომ შენ ნამდვილად დაარღვიე რაღაცა რა. ანუ იმხელა პროცესი რომ წინ არც აღწუხილს ზოგჯერ პოლიციელს რომ ხო ხშირად არ გამოცხადდება. ხო ხშირად არ გამოცხადდებიან ხოლმე პირისგან გამიგია რომ აი ჩემ პოლიციელი არ გამოცხადდა იმაზე სასამართლო პროცესზე. მე ერთადერთხელ დამიწერეს ხატო ბათილად ითვლება ის ანუ აღარ იხდება. არა შეიძლება რაღაცას მასალები და რაღაცები გადმოგზავნოს თუ აქ რამე მტკიცებულება მაგრამ მან თავი მომენტი არის რომ დაამტკიცოს იმან და ჩვენთან შენ უნდა დაამტკიცო ახლა შეცვალეს დაჟე იმაში კანონმდებლობაში რომ არ ხარ დამნაშავე ვინმე თუ რამე დაგაბრალა შენ თუ ცილი დაგწამეს ახლა შენ უნდა დაამტკიცო რომ არ ხარ დამნაშავე და არა იმან დაგიმტკიცოს რომ შენ ხარ დამნაშავე ანუ მტკიცების ვალდებულება გადმოდის შენზე ხო სისულელეა აბსურდია რა ხო და ეგ ისაა რა ახლა რომ ვიღაცას არ მოწონს ხარ დაგაბრალებს რაღაცას კაცი მოკვდა ის შეიძლება არ მოვა შენ უნდა ხო და ეგ ის ხო არა რაღაცა სიტუაცია ვინც თავისთვის იდგებს რაღაცა ჩვენაც იმ პოლიციელებს დაზოგავენ რომლებიც არ გამოცხადდებიან და რაღაც ვალდებულება ანუ ვიღაც პოლიციელი რომელიც პირობითად 10 სხვადასხვა სასამართლოზე არ გამოცხადდა რაღაც ხო იქნება იმას ესწავლის ხო არ ვიცი ახლა არა საშიელი არ ამგონია რომ იყოს უბრალოდ შენ მეტი შანსი გაქვს რომ დაიცვა თავი რა ჩათვალე მოპასუხე არა ეგ ხომ არა ეს სულელე ყოფილი
ხო, არ ვიცი, მე ეგრე მაქვს, მე რო დამიწერეს ჯარიმა სასამართლოში მომიწია მე. მაგრამ მე ვაღიარე დანაშაული რა ისი და ის წითელზე გავიარე იქ რატომღაც ყვითელი ზოგან დიდი ხანია ყველგან ერთნაირად არა რა. ხო და მეგონა რომ დრო მქონდა და წითელი აიმთო და უკვე იმაზე ვიყავი და არ გამოდიოდა. ჯარიმა ბევრი იყო სხვათა შორის, მაგრამ მანდაც არის ერთი მომენტი რომ ჯარიმა იყო 350 დოლარამდე იყო წესით, მაგრამ მაგასაც მოსამართლე განსაზღვრავს, ანუ ეგეც ჯარიმის ოდენობა? ხო, მაგრამ იქ არის საშუალოდ, რომ აი დაახლოებით ამდენს წერენ ხოლმე რა, მაგრამ შენ თუ მიხვედი და იქ მოსამართლემ დაინახა, რომ კაპიკის შემოსავალი არ გაქვს და რაღაცა, იმას შეიძლება განსაზღვროს, რომ $100 ანუ იმას საკმარისია შენთვის რა. გაითვალისწინოს ადამიანის მდგომარეობა. ანუ ჩვენ რო ხანდახან გვხდება ხოლმე რაღაცა სკროლვისას, რომელი მოსამართლეა ის. კი, ვიცი, დამავიწყდა სახელი, მაგრამ გარდაიცვალა მეგონი ეს ხო. ხო, კარგი ეგრე ანუ ფიქსირებული როცა რა და იცის. ხო და მეორე ადამიანის ანუ კანონი ადამიანის მიმართ უფრო მობიერია. ანუ ადამიანს ითვალისწინებს კანონი თუ კანონია მაინც კანონი. იმიტომ რომ ხა შენ რასაც ყვები ადამიანი ითვალისწინებს მოსამართლე ითვალისწინებს ადამიანს, ანუ ადამიანი ითვალისწინებს ადამიანს საბოლოო ჯამში რა. მაგრამ იმასაც ექნება რაღაცა ჩარჩოები, ჩარჩოებსაც ალბათ ვერ გაცდება, მაგრამ რა თქმა უნდა ხა ჩვენ სისტემას რო შევადაროთ, ბევრად უფრო მეტი გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს. აი ჩვენთან ბევრჯერ გაგიგია რომ აი რა ვქნა მე არ ვიზამდი, მაგრამ სამსახურია და ასე და რაღაცა და არა მხოლოდ ძალოვანში. მან ცოტა სწორი მიდგომა აქვს მაგაზე. შეიძლება ახლა რაღაც კონკრეტულ შემთხვევაში ცუდიც იყოს, მაგრამ დიდ სურათში რო შეხედო, ჩემი აზრით უფრო სწორი მიდგომა აქვს. და ჯარიმაზე კიდე მე შეგიძლია რომ კურსები გაიარო, თქვა რომ აი მე რაღაცა შემეშალა ის იდეაში ვითომ და გაივლი კურსებია რაღაცა და იმ კურსების ფულს იხდი და ის ჯარიმა ქრება საერთოდ ისტორიაში აღარ გიჩანს მე მაგას თუ გააკეთებ რა. ანუ მაგაზე კურსებია. ვინმე რამე კურს ტენის თუ არა არ ვიცი ახლა ტენის თუ არა იხდი საბოლოო ჯამში ახლა მე ის 400 ლარი არა რა სწავლო ვიდეოებია ჩაწერილი რომ აი რატო არ უნდა გადახვიდე წითელზე მაგალითად და არის 1000 ისეთი მაგალითები ნაჩვენები რომ მე კონკრეტულ პირს ადვოკატს რაღაცა კურსი ქონდა იმაზე გაასწრებ აი ქართული აზროვნე ხო და მეუბნებით მაგეთაგან ტენის თუ ანუ შენ გიხსნიან შედენილი არ გამოდი ხო გიხსნიან და არის რაღაცა არ ვიცი რამდენი საათიანია ზუსტად აღარ მახსოვს მაგრამ დაჟე უნდა ამას უყურო და მე გამოსა ჩააბარო მაგრამ კაი ისა რომ უფასობრავის გარეთ ხო ფულს ნაკლებს იხდი ბევრად უფრო ნაკლებს ახლა 400 რო იყო თუ 350 ჯარიმა ამაში გადავიხადე მე მგონი $116 კი და დავჯექი ამას უყურე ყოველ საყოველს გამოსა ჩავაბარე და ის ისტორიაში საერთოდ აღარ მიჩნევს ის დაჟე სულ ქართულ ფულზეც გადმოგეყოლა მაინც არ გადმოგეყოლა მაინც ეკონომია გამოგდიოდა იმდენად ცოტა გადაგიხდია მაგუსებს ხო არა არ გადმომიყვანია ისე დოლარში ვიზახდი $116 ფასების ამბავი როგორა ოღონდ ლათთან მიმართებაში არ გვინდა ამერიკულ ცხოვრებას მიმართებაში ძვირია ყველაფერი რასაც ყიდულობ თუ იაფია თუ ახლა ჯანგო რაღაცა სტრიტ ფუდი იაფი იქნება შედარებით მაგას გასაგებია მაგრამ ყოველ ცხოვრებაში ვარ ახლა ხელფასთან შედარებით ბევრად უფრო იაფია ყველაფერი რა და მაგალითად ხელფასი გაქვს მაგრამ იპოთეკა სახლები რაღაცეები ქონებები სახლები ძირითადად ყველა ქირის ცხოვრობს დიდი ნაწილი იმიტომ რომ ეგენ მოძრაობენ ხოლმე რავი ზოგი ზოგი შტატიდან და ანუ სამსახურის გამო ყველა გადადის გადმოდის და ქირითაა რა ყველაზე დიდ სირთულეს ხო თქვი და მე ხო მაგრამ ანუ თუ მუშაობ ახლა ადამიანი თუნდაც რაღაცა აი ელემენტარულ გამყიდველადაც რომ მუშაობდი ახლა მაგალითად მაღაზიაში თავზე არ გადაგივა რა, მაგრამ სწორად თუ დაგეგმავ და სწორად თუ გააკეთებ ფულის მენეჯმენტს და რაღაცა ეყოფა რა, ისე არა რომ აი მაგალითად თავი ვერ გაიტანო ალბათ რა. ნუ ახლა კომპრომისზე წასვლა გიწევს ახლა იქ რა თქმა უნდა ყველაფერზე მე შეიძლება ოროთახიანი ბინა და რაღაცა კაი ადგილას ცენტრში ვერ იქირავ და მაგის ვერ შეძლო, მაგრამ შედარებითია რა. ყველაზე დიდი სირთულე რა იყო ამერიკაში შენთვის, რასაც გადააწყდა. თუ გინდა ამერიკული არ იყოს, აქედან გამოყოლილი რა ნიშნავს? რა ვიცი, ემიგრანტის ცხოვრებაში ამერიკელი ემიგრანტის, მოზო ქართველი ემიგრანტის, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, ყველაზე დიდი სირთულე რა შეიძლება
შეგვდეს. ან ცხოვრებისეულ თვალსაზრისით ყველაფერი მარტივად გამოვიდა ჩემთვის ახლა, იმიტომ რომ დამეხმარნენ მე გადალაგება, გადმოლაგებაში, გადასვლაშიც ახლაც მაგაც ვფი ბიჭებთან ყოველთვის 100% გვერდში დამიდნენ ყველანაირად რაღაცა ლოჯისტიკა ის, მაგრამ ალბათ უფრო აი ხალხის მონატრეება რაღაცა აი რო გითხრა რომ იქ ცხოვრება გამიჭირდა მეთქი რაღაცის გამო რომ აი ის ვერ ნახე არა დიდწილად იმიტომ რომ ბევრი ადამიანი მყავდა ვინც ყველაფერში გვერდში დამიდგა რა და ისიც რომ აი მაგალითად ბევრი რამე არ იცი ახლა იქ რო ჩადიხარ რომ რისთვის სად მიხვიდე სად დარეკო ბინები სად ეძებო ხო რაღაცა ეგ თემა ხო რა მაგრამ ეგეც არ მქონია მაინც არ მიგზნია ვა აი ეგრე მისმინე იქიდან რომ უყურებ როგორ ჩანს ახლა საქართველოს საქართველოს როგორ ჩანს ან თუ გინდა ჯერ საქართველოსთან როგორ ჩანს ამერიკა ისე მე შევხედო და მე იქიდან ზოგადად აი თუნდაც იმაზე ხო ფიქრობ რომ მორჩები იქაურ ცხოვრებას წამოხვიდე რაღაცა აკეთო ანიშნო ან რაღაცა თორე რა თქმა უნდა ჩვენ ირგვლივ ყველა კარგად ხედავთ აქედან სრული სურათი არ ჩანს. გინდა თუ არ გინდა თუ გიხარეთ თუ არ გიხარეთ, ყველა კარგად ვიცით რა ხდება ქვეყანაში, ვინ რას აფუჭებს და ვინ რას არ აფუჭებს. ჩვენ მე მგონია რომ ჩვენი ქართველების უმეტესობის დანაშაული ისაა, რომ ყველაფერი კარგად ვიცით. მაგრამ ხო, მაგრამ კომფორტის ზონიდან გამოსვლა არ გვინდა. კარგია. კი, მასეა. ალბათ ერთი ის რომ ანუ აქედან ვაფშე ჩვენ რასაც გვაჩვენებენ და რასაც ხედავთ არასრულ ფასოვანი სურათია რა. აი იგივე მაგალითს რომ მოვიყვანო ამ ქოთანს ხანაკიდან მიაკრებენ ხოლმე ხანიკიდან მაგრამ ეს ახლანდელი ხო რა 15 წლის უკანაც ხო ეგრე ახლა უფრო ალბათ ახლა შესთავიდანოთ აი ჰოლივუდის გავლენაც ხო რაღაცა ესაა რომ ამერიკულ ფილმებში ვიღაცა მოვა აი თუნდაც გმირებს თავიდანოთ პოლიცია რომ ყოველთვის ბოლოს მოდის ხო ცათამი ყველაფერი დაიმტრევა დაილეწება კეთილი ბოროს ძლევს და მე ახსენდება რაღაცას დაჭრილი და ესე მოდის პოლიცია ბოლოს პოლიციაზე ეგეთი საუბრ მიდგომა მაგათ რომ იმას ურჩევნია შენ კონდეს იარაღის ტარების უფლება და თვითონ შეძლო საკუთარი თავის დაცვა რაღაცა ეგეთი მიდგომა ვიდრე ყავდეთ რო ყავთ იმაზე ორჯერ მეტი პოლიციელი გადაამზადოს ხო მაგრამ რა გარანტია აქვს იმის რომ მე იანურად გავიხსენე ამ ჩემს იარაღს თუ მე ზოგადად ხო შენ თუ კრიმინალი ხარ და რაღაცა ცუდად გინდა გამოიყენო იარაღი და ცუდი განზრახვა გაქვს ალბათ იმ იარაღს მაინც იშოვი რეგულარულად ქვით იზამ ბოლან ხო ანუ დანაშაული დიდწილად ალბათ რა ვიცი 95% შემთხვევებში ალბათ იმიტომ არ ხდება რომ ვიღაცას იარაღის ტარების უფლება აქვს დანაშაული იმიტომ ხდება რომ ვიღაცას სურვილი აქვს რაღაცა ავატყოფია ან პრობლემები აქვს რაღაცა პენში ან შურისძიება ან რაღაცა რა ბევრი მიზეზი აქვს მაგრამ მაგ მიზეზებში ალბათ იარაღის ქონა არ ქონა და უფლება უბრალოდ კონდეს ან არ კონდეს არის ალბათ რაღაცა ძალიან ქვემოთ იმიტომ რომ თუ ვინმეს გინდა რამე დაუშავო იარაღის გარეშეც ძალიან მარტივად დაუშავო მაგაში გეტყვი ჩვენთანაც დაახლოებით 100 წლის წინ გასაბჭოებამდე თუ არ მესლება გურიაშიც და საქართველოშიც ხონჩეულობა ჭოხა ახალუხით და იარაღით ქამარხანჯლით ეს რომ წეგან რომ მოდით რომ პატარა დანაზე ჯარიმა 500 ლარი ქამარხანჯლით დავდიოდი და ხანჯლითაც თავისუფლად შეგვეძლოთ ან ქვეყანაში სადაც ხანჯლის ამოღება იმას ნიშნავდა რომ სისხლი უნდა დაღურილიყო თავისუფლად ახლა შეიძლება გაასაღუე მარტივად რომ ეს ატრიბუტია იმის რა ქვია ჩაცმულობის და მაგრამ ახლა ეგრე უნდა იარო კაი ძმაო გეტყვი ეგრე უნდა იარო მომისმინე იქ რა ეხა შენ გიცნობენ თანამშრომლები მაგრამ აკავრობაზე როგორ დამოგიდებო თუ საერთოდ კარტყვანში არ არის არა ძალიან კარგად ჯორჯიას არსებობის შესახებ ძალიან კარგად იცი ანუ მე ვისთანაც მაგ შეხება მაგათმა ყველამ ძალიან კარგად იცის იმიტომ რომ მე სულ იმაშვები რა ქვია ვარეკლამებ ჩვენ ქვეყანაში ვარეკლამებ ანუ გაგებით რომ ხშირად ვახსენებ ხოლმე და რა თქმა უნდა კერძებით უმასპინძლები კარგი გაგებით სხვათა შორის კი კერძებიც ხინკალი გაგვიკეთებია ბევრჯერ და დაგვიპატიჟებია ბადრიჯანი შესუნელებული ბადრიჯანი ეგ ახლა ჩემ იმაში ვინც მყავს ჩათვალე ისა რა ქვია პირველი კერძია რომ ყველას ძალიან ყველაზე მეტად ეგ მოწონს ხოლმე რა თქმა უნდა ეგ ბადრიჯანი არა აქვს თუ შენიაზე საერთოდ არ როგორ არა აქვს ბადრიჯანი და სხვათა შორის ჰიუსტონში ნახე კიდევაც
კორეული ისა რაღაცა სამზარეულო და ნიუ-იორკში შემწვარი ბადრიჯანი აი ჩვენსაც რაღაცა ის გემოს ისინი გამიღვიძა ხო იცი აი რაღაცა მთლად ზუსტად იგივე არა მაგრამ ცუდი მზარეულს გამოუვა რაღაცა ხო მაგრამ ისე ალბათ სუნელების გამო რა ხა მან არიციან ხა ეგრე შემზადება შექმნაზვა და რაღაცა ხო ხო და ჩემი ისა კიდე თანამშრომელი იყო თავიდან მაგრამ ხა ოჯახის წევრია ჩემი ეგეც ის ქონდა რაღაცა მადლიერების დღესასწაულთან დაკავშირებით მაშინ მე უკვე საქართველოში ვიყავი მაგრამ კომპანიაში მოაწყვეს რომ ახლა ჩვენთან ბევრი არის ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან ან ძირითადად მექსიკა და ლათინური ქვეყნებიდან არიან მაგრამ მაინც მოაწყვეს ისა მადლიერების დღესასწაული არის მანდ ერთადერთი დღესასწაულია სადაც აი საჭმელს ჩვენსავით ყრიან რა აი ძალიან ბევრი საჭმელს აკეთებენ და აი მათ დღეს უნდა ძალიან უნდა ჭამოდა ისე სხვა შემთხვევაში აი ზუსტად 5 კაცზე გათვლილ ვახშამს გააკეთებენ და ოდნავმეც არა დაუშვათ რა ზუსტად რო გიყოს იმდენს აკეთებენ და რაღაცა ეგრე მაგრამ მაგ დღეს იციან ესე და ქონდათ გამზადებული მოკლედ ყველამ რაღაცა თავისი კერძები მოიტანა ზოგმა რაღაცა ხოლმე შენ არ იყავ თორე ქართულს მიიტანდა არა ჩემმა მეგობარმა და მან მეთქი რომ ამბობდი წეღან რო ახსენე აკეთა საცივი და რაღაცა კიდე ისინი და მოკლედ დიდი მოწონება დამსახურებია ამდენადაც იმ ჯადოსნური აპარატის მეშვეობით თუ ხელით თეორიას უკარო საუბრობთ ჯადოსნური აპარატზე საჭმელს რომ ამზადებს არა მაგით არ ამგონი ხელით მე რომ ვიძახდი მახმეთქი ხო ახლა მე მაგის გარეშე ვისი გამკეთებია დროის ამბავშიც არა დროს გიზო გაქვს არა მეტი რა ისე შენი აზრით წეგან გამახსენდა რომელი პროცესორი მომენტია გააკეთო იმდენ ადამიანზე რაღაცა რამდენი ხარ თუ აი რამდენჯერ ყოფილვართ მე შენი ძმა და ჩვენი სამეგობრო მასში ხარ რესტორანში სადაც რა გითხრა იმის ნახევარი არ გვიჭამია რაც შეუკვეთეთ და მე რა თქმა უნდა იმას უკან ხომ და კონტეინერში ჩავალაგებდით არა ის და ეღარ არის ყველაფერი და მოდიოდი ეგ გამიგვირდა სხვათა შორის ახლა მე აქედან დასული ყმაწვილი ხო ესე ქვია იქ ახლა რესტორანში ტეხასში არის გამორჩეულად დიდი პორციები ყველაფერი აი რაღაცა ხო რაც არ უნდა შეუკვეთო აი ბურიტო რო შეუკვეთო მაგალითად ბურიტო ხო და ან ძალიან დიდი მოდის რა ახლა ნორმალური აღნაგობის ადამიანი ფიზიკურად ვერ შეჭამ იმხელა პორცია მოდის რა რესტორანშიც რომ მიდიხარ ახლა რაღაცა შეუკვეთავ თევზი იქნება ის იქნება ძალიან ბევრი მოდის რა ანუ მე არასოდეს ალბათ რა ვიცი 1-2 ჯერ შეიძლება წარმოშებული თუ ვიყავი რომ ბოლომდე დამემთავრებიოს მაგრამ ეგა და ყველას მიაქ რა იქ დატოვებად ეხავს რომ დატოვო საჭმელი გადაყარონ უნდა და მე მაგაზე მაინდა-მაინც არ მიფიქრია თავიდან გამიკვირდა მაგრამ რო დავფიქრდი მე ჩემი აზრით ჯობია ეგრე იმიტომ რომ ანუ რატომ უნდა იზარალო რა ახლა ჩვენ რაღაცა ისა არა ფული გადახდილი შენ იმაში აიღეს მე მეორე დღეს შეჭამეთ მასივარში იმას რომ შენი შრომით ნაშავე ფული გადახდილი რაღაცაში რომელიც მე არ გინდოდა ვერ შეჭამე თუ არ შეჭამე აიღებენ და გადახდილი ამნაირი იგი არსებობს გამოთქვა უკუდო ამპარტავანი ეგეთი მაგრამ ეგ ხო ძალით არ შვებით არა არ შვებით ახლა გვაქვს ბუნებაში გვაქვს და ახლა მე ისიც არის რომ ამ გარემოში რომ იზრდება ადამიანი ბევრ ამის ტვინი ეგრე არის მოწყობილი ზოგადად რომ ტოქსიკურ და დღეს პოპულარული სიტყვა ტოქსიკურ გარემოში რომ იზრდები არა ნებისმიერ გარემოში სადაც არ უნდა იზრდებოდე არის ამ რაღაცებს ისე სწავლობ და ისე იმაშვები რომ ნაფიქრიც არ გაქვს ბევრ რაღაცაზე რა ანუ არც ფიქრობ ეგრე და მე უცებ სხვა სამყაროში რომ მოხდები მე აანალიზებ რომ თურმე რაღაცა ესპანეთას შეიძლება საუბარი მაგითო დავიწყე რომ წრიდან უნდა გახვიდე მოჯადებულ წრიდან რომ ფილოსოფიაში ნახე როგორა საკუთარი მამარდაშვილმა თქვა ასეთი რაღაცა რომ ადამიანს არ შეუძლია სამყაროდან ანუ სამყაროდან გავიდეს სამყაროდან თავისუფალი ვერ გახდება მაგრამ შეუძლია ცალკე დადგეს და გამოიხედოს იქედან შეხედოს მის თავსაც მის მდგომარეობასაც და შესაბამისად სხვასაც ამ წრიდან თუ არ გახვედი რაღაცა ბავშვობაში ბარათაშვილი არ მიყვარდა მაგრამ ეს მერანი რომ მიგაფრენს და თუ არ გათელა ის ადგილები და ტყუილად თუ არ ჩაივლეს ეს განწერილ სულისკვეთებაო ვიღაცამ თუ არ გაიარა
ის გზა და იქედან თუ არ გამოგხედა, არა შენ ყოველთვის აქ ხარ. კი, ეგრეა და ეგ ალბათ ყველაზე ისეთია, ფაქტის წინაშე გაყენებს, სადმე სხვაგან რო წახვალ, გინდა არ გინდა, შეხვალე რომ ეჩეხები ფაქტს. მაგრამ შენ თუ ისე შეგიძლია რომ ამ სამყაროდან არ შეხვიდე, მაგრამ აი რაღაცნაირად სხვა კუთხით შეხედო ამ ყველაფერს, ან სხვა თვალით შეხედო, ეგ ალბათ ასე ძალიან დიდი ნიჭია რა. ერთეულებს აქვს ალბათ თავის წერილებს, ვიღაცებს შეუძლიათ ალბათ. მაგრამ შეხავ ჩვენთან უმეტესობა ნიჭიერი ხალხი ვართ ქართველები. რა თქმა უნდა. შენ შემთხვევაში ეს ყველაფერი აი ნიჭის შედეგი იყო თუ შრომის? რა. აი სწავლა, პრაქტიკა, სამუშაო, წინსვლა. საგან გზაზე რო საუბრობდით, ეგეც შესაძლებელია, მაგრამ ნიჭიერი ადამიანის შრომა უფრო ისაა თუ მოდი მარტივად გეტყვი. გასაგები რომ იყოს, მაგალითად მე კრისტიანო რონალდო თუ მესი რომ მიდის ჯახი ასე ვთქვათ. მე ვამბობ რომ კრისტიანო რონალდო. იმიტომ კი არა რომ მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივარი. იმიტომ რომ შობის მოყარე, იმიტომ რომ მესის თუ აქვს 95% ნიჭიერება და არავინ არ უარყოს და რომ არა ამ ქვეყნიური ფეხბურთელია და ერთი სიამონება მისი ყურება, მაგრამ აქედან ადამიანმა რომელმაც ნაკლები ნიჭით, მაგრამ უდიდესი შრომის მოყარეობით თან ქართველებს ხო ყველაზე მეტად რა გვიჭირს ვაკეთოთ ერთი და იგივე საქმე წლების განმავლობაში, ერთი და იგივე თუ არა უფრო მეტი მონდომებით. ხო. აი ქართველისთვის, აი სოფლის მეურნეობაში წარმოუდგენელი რომ ვიღაც 10 წელი რაღაცა აკეთო. ასე ვიღაცა გადავდა ერთ გურული ისა შევარნაძეთ ვიღაცა მგონი რომ აი შეთავაზეო რაღაცაო ეს გავაკეთოთ და მაირო ის იქნება. ზუსტად მაირო ის იქნება. ხო და ამიტომ შრომა აიდე მიდგომა. თუ ნიჭის იმედა დარჩენა როგორც ჩვენ ვართ. ცოტა ორივე ალბათ რა ხა გამართლება პლუს გამართლებაც არის რა თქმა უნდა კი სწორ დროს სწორადგილას ისტორია როგორ აღმოჩნდა ჩილტონისა ვიღაცა იმაზე მურთახაზი წამოწოლს ეგონება რომ ამას რა უნდა დავიძდები და აუ მაგრამ აი გამართლებაცა ისიცაა და კი ცოტა ყველაფერია რა ახლა ბევრი ყოფილა რომ ჩასულა და სახლი რო დაპირდნენ იმანაც გადააგდო სიტყვაზე და ქუჩაში მოუწია ღამის გათენება და რაღაცა ახლა ძალიან მარტივი თუ მაგალითი არის ხო და ცოტა ორივე რა ალბათ რა ვიცი ახლა რო გითხრა რომ მე ძალიან შრომის მოყარე ვარ მეთქი არა მეც ქართველი ვარ შენც ქართველი მაშასა და ევროპელი ეგეც თუ ამერიკელი არა უფრო ევროპელია გაგებით და აზროვნებით ალბათ ჩვენ უფრო ევროპელები ვართ ვიდრე ამერიკელები თუ აზიელები. კაი ამერიკა შორს თანამედროვე. ხო, აზიელებთან რაღაცა ახლა ესე კონკრეტულად ვერ წვე აზიელებიც ვართ ჩვენ. ხო და ზაგასაღად მე მაინც მგონია რომ რაღაცა გამოყოფა ძვირფასო ტელემაყურებელო YouTube მაყურებელო, Facebook, TikTok თუ ასე შემდეგ სანამ ჩაქოლვას დაიწყებთ. თქვენს დაფიქრდით იქნებ მარტო ევროპელები არ ვართ და რაღაცა აზიურიც გვაქვს, რაღაცა იცის ზაგასაყარზე ვართ. ამდენი წლის განმავლობაში შემოტევები იყო, მტერი ყავდა. ამასინად ვფიქრობდი 400 წელი თბილისში რომ არაბი ამირა იჯდა. 400 წელი ხო? მაგაზე ხო იცი ახლა 40 წელი ხო არა, ანუ 400 წლის განმავლობაში რომ არაბები ბატონობდნენ. რამდენი თაობა ქართველის გაარაბდებოდა და ხო ამ ბოლო ხო მაგაზე საერთოდ ამ ბოლომდე პროექტზე არ ჩამერტყავს, მაგრამ სხვა რაღაცას ანუ 400 წლის განმავლობაში რამდენი თაობა შეიცვლიდა საკუთარ აზროვნებას რომ წამს მაგაზეც რო თვალი დახუჭო და მაგასაც რომ თავი დაანებო ვაჭრობის მარტო ვაჭრობითაც და მითაც კი ხდებოდა თუნდაც ენის ეს ბევრი სიტყვა შემოვიდა და უშუალოდ სპარსულიდან იქიდან აქედან ახლა ენათმეცნიერებმა უფრო იციან ალბათ, მაგრამ ეგ ასიმილაცია ხდება რა თქმა უნდა, ახლა მით უმეტეს როცა საზღვრები გახსნილია და რაღაცა და სიტყვებით ხომ არ მოხდება ხო კი და არის ახლა რა თქმა უნდა რაღაცები იქნება იქიდანაც აქედანაც ასე შემდეგ, მაგრამ რა ვიცი ახლა რაღაცა მთელი წასული ისე მოდიოდით ყოველ შემთხვევაში აქეთ ამ გადმოსახედიდან ისე ჩანს რომ უფრო მეტ კარგს ვიღებდით ვიდრე ცუდს და დღეს რატომ დავიღებდით უფრო მეტ ცუდს ვიღაცისგან და რატომ და მალავდეთან ვერ ხედავდეთ კარგი რაც გვაქვს იმას. არა ისედაც ანუ ჩემი აზრით ცუდი რაღაცების დანახვაც
დანახვა უფრო მნიშვნელოვანია. ანუ კარგიც უნდა დაინახო, რა თქმა უნდა, თუ კი რამე კარგი გაქვს და დააფასო უნდა და ხო, ეგ ბუნებრივია. ასე შემდეგ, მაგრამ ჩემი აზრით, ცუდის დანახვა უფრო მნიშვნელოვანია. თუ ზრდა გინდა, განვითარება გინდა, ცუდი უნდა დაინახო და თუ არ დაინახე, ისე ვერ მოაგვარებ, ვერ განვითარდები. და შენი აზრით დღეს რა ჩვენ მდგომარეობაში რომ ცუდის დანახვა შეგვეძლოს? დღეს ცოტა ჩვენი მდგომარეობა სხვა რა რომ დღეს ჩვენი ცუდი და ეგრევე ის მტერია, ვინც რამე ცუდისკენ მიგვიდით. დღეს ხო არის ეგეც რაღაც გაგებით, მაგრამ უფრო სხვის ცუდს ვხედავთ ჩვენ და უფრო უკეთესები და გაწაფულები ვართ სხვის ცუდის დანახვაში. ყვებით, ეგოს ყვებავთ, თუ რა ვშვებით, მაგრამ რა ვიცი, მაგით უფრო პროპაგანდა ყვებავს ჩვენ ალბათ. ხო, მაგრამ ჩვენ რას ვიღებთ მაგით? თორე კაი პროპაგანდა ყვებავს. არ ვიცი, როგორც ილია ჯავჯავაძე ამბობდა, შეგნებული ადამიანი ალბათ ნაკლებად წამოეგება მაგ ფანს, ან ყოველ შემთხვევაში საკუთარ თავს კითხვას დაუსვამს, რომ მაგით მე რა ამერე, ან მაგალითად ახლა ხო არ ჯობია, რომ ჩემთვის უფრო ტრაგიკული და უფრო პრობლემური რამე სხვა რამე ხო არაა დაუშვათ, რომ აი ჩემს ქვეყანაში ვეძებო რაღაცა პრობლემა, რისი გამოსწორებაც შეიძლება, ვიდრე ბელგიაში იქეთ ვიღაცა პრემიერ-მინისტრმა რომელიც არ მომიცელია 4 თვეა და უყურებ ბელგიაში პრემიერ-მინისტრს არ ჯობია ეზო მოვცელო და ელამდე ბალახი არ მქონდეს? კი ბატონო, მაგრამ მან განსხვავება რა იცი? რომელი უფრო მარტივია? ის უფრო მარტივია. ხო, და მარტივია ხო? მარტივი იმის არჩევ შენ ხო არ შეგცვიდა მე. არა, ბებოს ნაქსოვის პოვე სახში და ჟილეტი და მასვია ძვირფასად მათბობს ეგ. ხო და სიცივე რა მოსატანია? ხონჯგარას არ აუშავდა სხვათაშორის. კი, აი, მე მიყვარს. მომავალ პოდკასტში რომ მობრძანდები, მაგრამ არა, არ მინდა ეგრე, იმიტომ რომ ხა რომ მეთქვა რომ დაგპირდე რომ ხუნო ჩემს დაწურულ და გახოდრებ მეთქი, ახლა რომ დავრგო 3 წელი დააგვიანდება და მე უფრო მალე მოხვალ. მაშინ აგერ მე წამოვიღებ ჩემ დაწურულს, მაგრამ ისა წითელი და ნაირი არა, ის უფრო ალბათ საკეიფოგუნი უფრო. ცოლი გაურია თუ რა ძითელი? მაგდენი აღარ ვიცი. ორივე. სახში რაც გავს? შენ მაზმამ რაც დააღენა? მოდი, არ გვინდა? არა, მე მგონი ხაწითელი. ხო. ხო და მომავალ პოდკასტზე მე დარწმუნებული ვარ, რომ რამოდენიმე ადამიანი გამოსდება, ვინც უფრო კარგად ვინც მოითხოვს, რომ უფრო კარგად ჩაიშალოს ეგ ამბების და იხაც ნელ-ნელა დასასრულისკენ რომ წავიდეთ. რაღაცა რეზიუმე მინდა. მოდი რაზე რა მითხარი, იცი? რო დაივიწყო თული დასავიწყებელია, მაგრამ აი ოჯახი ის რო ქართველი ხარ. ეხლა სადაც ხარ იქედან და მოbrunდებოდი ამ ქვეყანაში? ხო, მაგრამ ეგრო გამოაცალო, ეგრო გინდა არ დაივიწყო. უბრალოდ იქედან როგორ ჩანს. ანუ მე მაგალითად არც საქაურობას დავტოვებ, არც ლანჩხუთს, არც იმას. იმ კუთხით, ანუ იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ მიღის ბრძოლად, თქვათ, ბრძოლად შეიძლება პირდაპირ გაგებით ბრძოლაში არ იყოს, მაგრამ ჩემს გასაკეთებას გავაკეთებ და დავდებ. კი, აი, მან ბოლოს ხშირად ვიძახი. ჩვენ თუ არ გავაკეთეთ ჩვენი გასაკეთებელი, სხვა არც გააკეთებს, არც სამფერმას ვიყიდე, ასე წავიდოდი ვიქნებოდი სადღაც, თქვათ, კომფორტის ზონაში, მაგრამ აი გადმოსახედიდან. ახლა ეგრო გამოაცალო შენ, რაც გვიდა ეგრო მხედველობაში არ მიიღო, მე რჩება ცხოვრების ხარისხი. ცხოვრების ხარისხი იქეთ ბევრად უფრო უკეთესია. რაში გამოიხატება? დაზღვევაში რაღაცაში თუ? დაზღვევა ცოტა საორჭოფო თემაა ჩემთვის. მე ყოველ შემთხვევაში, ანუ არის დაზღვევა მუშაობს. ანუ დაზღვევაში მუშაობს ექიმ, ანუ საავადმყოფოები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ რაში, ანუ ცხოვრების სტილი. თორე ეგრე შეიძლება პომიდორი ჩვენთან პროგრამირებული იყოს, ვიდრე იქ ან რაღაცა და რაღაცა. ხო. ჩემ მოგვარეთ ემურს თუ დავუჯერეთ, კოკა-კოლა ხო პროგრამირებულია, ვიდრე იქ. ხო. მაგრამ ხომ მიხდი რადგან რაში ჩანს? ანუ პირველ რიგში იმით, რომ თავისუფლება მეტი გაქვს რა, იმ გაგებით, რომ ახლა რა თქმა უნდა, ბევრი საჭმლის თვალსაზრისით რო ავიღოთ, არის ახლა ხილი მაგალითად ყიდულობ ახლა მე ხილი ძალიან მიყვარს და ყიდულობდი იქეთ, მაგრამ ახლა იქ ხილი იმნაირი არასოდეს არ იქნება ჩემთვის, რადგან აქ ახლა დღეს რო ეზოში პორტოხალი მოუწყვიტე და შევჭამე, იქ ნაყიდი პორტოხალი ვერასოდეს ვერ მივა რა. გასაგები. ეგ მაგის გათვალისწინებით აქეთ ჯობს. ხო, მაგრამ ანუ ცხოვრების ხარისხში გულისხმობ იმას, რომ გაქვს მეტი შემოსავალი, უფრო ღირსეული ანაზღაურება, ანუ რასაც არ უნდა აკეთებდე,
რაღაცას თუ აკეთებ, იმდენი გააქვს ყოველ შემთხვევაში, რომ ორ საქმეს და სამს ერთად არ აკეთებ. თავის გატანა ასე თუ ისე არ გაგიჭირდება რა. მაგიტო გარბის ალბათ ხალხი, რომ პერსპექტივაც ხშირად ვერ ხედავენ აქეთ, რომ აი რაღაცა რაზე უნდა იმუშაოს ახლა დაუშვათ თბილისში მცხოვრებმა კაცმა, რომელსაც ოჯახი ყავს, რომ კონდეს იმდენი შემოსავალი, რომ ნორმალურად ხო ღირსეულად იცხოვროს რა. ღირსეულად იმას არ ვიძახიან რაღაცა ყველაფერს ამოგზაუროთ დადიოდეს და ასე შემდეგ, მაგრამ წელიწადში ერთხელ ხო იმდენი რომ აი რაღაცა დასასვენებლად წახვიდეთ ცოტა ხნით ბავშვებს აი ბათუმში სადაც ევროპული ფასებია. ხო და აი ძალიან მე კიდე ფასებიც ძალიან გაძვირდა ახლა რა ვიცი ის ემიგრაციის მაჩვენებლებსაც რო შეხედავ ახლა ბოლო წლებში ძალიან გაზრდილია რა. ხო და ტყილა არა გაზრდილი, ანუ ეგ ხალხი ვინც მიდის ახლა ყველა ეგრე უყურებს ხო, რომ იმიტომ რომ აი დაუშვათ რომ უნდა 2000 ლარი შემოსავალი პირობითად ვიძახი და რო ყოფნიდა ასე თუ ისე თვითონ თქვენდე ოჯახს, ახლა აღარ ყოფნის 2000 კი ახლა 4000 აღარ გიყავს. 2000 იპოთეკაში მიდის მარტო იქ იმაში მიდის იგი იმაში მიდის. იპოთეკა თუ გაკიდე სამსახური ქონია. 38%-ში 38%-დან ძირს არაფერი არ აკეთება და ეგ თალკე. მაგრამ ხო ეგ არა, ანუ უფრო ღირსეული. იქ როგორა? აკუთე. ახლა სახლი იყიდა ჩემმა ძმაკაცმა 4%-ში იპოთეკური სესხი 3 და რაღაცაში დაუმტკიცდა. და პლუს პირველი სახლი რადგანაც იყო $15000 ტეხასის თავრობა მაჩუქა და დაუფინანსა. დამპალი ამერიკელი. ხო. დამპალი კაპიტალისტები. დამპალი კაპიტალისტები 4%-ში. ხო, არის. როგორ შეიძლება ხომ ერთო? ხო და ყოველში ცხოვრობს ის ხალხი. არ ვიცი ახლა ხო და იმას ვიძახდი რომ მან ბევრად უფრო ღირსეული შემოსავალი გაქვს და ეს ფასებიც ესე რაღაცა იზრდება რა თქმა უნდა ახლა ყველგან იზრდება რაღაცა მაგრამ თუმცა ამერიკა ჩინეთი შედარებით ხო შედარებითია ყველაფერი ახლა რაღაცა ტარიფების და იმის მან ცოტა გააზვირა რაღაცები მაგრამ ეგ ტურუტუ ჩავსვათ ტურუტუ მოსაჭრელია ამოსაჭრელია ისიც და ისიც მისვენებ გარემოს რამდენად აინტერესებს აი თემური ხუხუნაიშვილის ბიჭი რომ აგერ მუშაობს და ყოველ დღე რომ მიდის ამერიკის სამსახურში და ჩვენთან როგორცა იქ გარემოს რამდენად აინტერესებს რა იქ ყველა ისა რა ოღონდ შეიძლება ქართული ხო ან ადგილობრივებსაც აქ იმის ინტერესი ვინ რასაც ვინ რას იცვამს ვინ როგორ ხარიათ არა ეგ სხვათა შორის ახლა რო ჩავედი ახლა ხომ მიკვირდა რაღაცეები ახლა მიკვირდა მაგალითად აი ძალიან ელემენტარული რაღაცებიც რო დავიწყოთ გასაღები ჩვენთან ხო ისე იდეა რომ სწორი მხარეს გასაღები უკუღმა გადასატრიალებელი უკუღმა იდება ანუ ყველაფერი რაღაცნაირად ისე დავიწყილე მქონდა რომ ამ ხალხად დააჯდა და სპეციალურად გააკეთეს ისე რომ ჩვენ აი სხვებივით არ გვინდა ჩვენ რაღაცა გვინდა რომ განსაკუთრებული ჩასაცმელს რა იმას რაც შეეხება ერთ-ერთი რაც მიგვიდა ჩვენ ახლა სუპერმარკეტში რომ მიდიხარ სიტყვაზე თუ არ გამოეწყვე საბანკეტოდ და რაღაცა ახლა ვაჭარბებ ცოტა საქმე უნდა მაგრამ ანუ ეს ხო ახლა იქ მაგალითად ბევრი ძალიან ბევრი მინახავს იმაში სავაჭრო ცენტრში სურსათის მაღაზიაშიც აი მეგონა რომ ლოგინიდან ადგა პირდაპირ და ლოგინიდან გამოვიდა მეთქი რა ეს ფეხსაცმელებიც შარვალიც და პიჟამო ხო ეს ოფიციალურად დამოკიდებული ან ხო და აი კომფორტის ხალხია რა იმათ ეს მე ესე მგონია ყოველ შემთხვევაში რომ იმათ ფეხებზე კიდიათ კორნელი ან დათო რასი ფიქრებს რომ დაინახავს პიჟამოთი რა იმთავარია კომფორტულად და უსწორდება და ეგეთი მიდგომა აქვს რა ახლა ჩემთვის ალბათ ვერ იქნება ეგეთი რამე მისაღები ახლა მე რაც არ უნდა დამაძალო ადამიანი ახლა ეგრე ვერ გამიჭირდება გას ვერ გავალ ალბათ მაგრამ ნუ ესე ფიქრობენ ალბათ ესე არიან მოწყობილები დიდი ნაწილი ახლა ყველა არა რა თქმა უნდა მაგრამ ამერიკა მეც ესეთი ადგილია ყველა რჯულის ხალხია რა მექსიკელებიც არიან გვატემალელებიც არიან ისინიც ამიტომ ესე კონკრეტული ის არა ჩვენ საქართველოში მარტო ქართველები ვარ და ქართველები ამასობაში ჩემო მეგობრებო დაგვათენდა როგორც საკმაოდ დაგვაღამდა ის შუქი რა მაგრად სიმციმებს ის აინთება ხო ხო და ახლა ის ხო power saving mode-ზე გოსიღებს ახლა ხო და რამდენი ბოდიში მოვიხადო არ ვიცი ამ ჩემი ჟარგონებისთვის მაგრამ რა ვქნა ცდილობ რაც შეიძლება უნებრივი მე წინასწარ რო ვფიქრდები ანუ რაღაცა რომ მომადგება პირზე და მე ვეუბნები რომ ანალიზებს მე უფრო ვიბნები და მომეწვით რომ მიდის და მთელი ამბავი მაგრამ დროთა განმავლობაში პირობაზდებ რომ რა შეიძლება იცი
ხო. გადაცემის დასაწყისში წინასწარ რომ მოიხადო ბოდიში ყველა იმ ჟარგონზე, რასაც ყველა იმ გინებისთვის სადღაც ვნახე ამასინ განადასმის ბოდიშიდან გინებისთვის მე წელი გადაცემა გინევა იყო. ხო. უფრო მარტივად აი ის თემა რა დაბადების რას მეტყვი აქაურობას? მადლობა ყველას. მე რა ვიცი Facebook-ზე დაწერა ამდილი და ყველასაც დავთ მადლობა გადავხარა და ახლა ეგ მისმინე. აქაურობას რას მეტყვი? რა პოტენციალი შეიძლება ქონდეს იქაური გადმოსახედით? მე სიმართლე რო გითხრა შენი არხი რო ვნახე წამოწება გამიხარდა ძალიან რო იდეა რაღაცა და ბევრს ალბათ რაღაცა ეგეთი ის ქონდა რომ მაქსიმალურად ხელი შეგიწყოს ამ საქმეში იმიტომ რომ შენ პიონერი ხარ ჩავთვალოთ იმიტომ რომ მე ახლა ყოველ შემთხვევაში ჩვენ თაობაში არავინ არ ვიცი ვინც ესე მიწა იყიდა და ფერმის მოწყობა უნდა და რაღაცა იქ მოკლედ ესე აკეთებს იქ ვენახი იქ რაღაცა ფანჩატურიო ისო ესო მიხარია ძალიან რა, კაი წამოწება, ახლა ეგერ ბზების ნერგები რო გაგიკეთებია ეგეც და ყველაფერი რა, ხო და მაინტერესებს ახლა ბევრი კითხვები მქონდა მე მაგალითად რო იქ რას აშენებ, ახლა რაღაცები გავიგე იქ თხილებიო, ამას მოუჭრავო, მოთხარო, ეს დაურგო, მაგრამ კარგია რა, მე მართლა 100%-ით გულშემატკივრო და მიხარია რაღაცა ეს კაი წამოწყება რო გაქვს ახალი წამოწყება და აი შენ რო ახსენე რომ ამ წრეში ყველა რაღაცა ერთი და იგივე რაღაცები გვესმის სულ და მთელი ცხოვრება ისე გადის რომ იმის იქით არაფერს არ იმაშვები თუ აი ზუსტად ეს რაღაცა არის ალბათ მაგ ჩარჩოებიდან გასვლა დიდი გაგებით რა ხო და წარმატებებს გისურვებ მე ყველანაირად რანაირადაც შემეძლება როგორში დაგიდგები თუ მინდა გათოხნაში მოგეხმარები მაგი მე რომ მორჩები საქართველოს გარეთ მუშაობას მოგზაურობას და ასე შემდეგ არა აკეთ როცა ხო ამბო ეგეთ თქო მიწა რომ მოგიხმობს მიხდი მიგრაციაში ხოხმა ხალხმა იციან სოფლიური მიწა რომ დაგიზახებს და შენი პატარა ვენახი და რაღაცა იქნება მე შეგიძლია და აქვე პირობა მინდა იმის რომ აუცილებლად შემდეგ ჩამოსვლას თორემ მე ვარ მომდევნო ჩამოსვლაზე დავჯდები და კიდევ ერთხელ ვისაუბროთ უფრო ღრმად და უფრო გაშლილად აუცილებლად რაც უფრო ხშირად ვივლი და რაც ჩვენი მაყურებლისთვის იქნება სხვათა შორის კომენტარებში შეგიძლიათ დაგვიწეროთ ვის რა კითხვა გაქვთ თუ ასე შემდეგ ამერიკულ ქართულ ამბებზე და დამერწმუნეთ ამ კაცმა მარტო ამერიკას კი არა ბევრ კარგ რაღაცაზე იცი საუბარი და შეუძლია და აქვე მადლობა სტუმრობისთვის, მადლობა იმ საჩუქრებისთვის, რაც ამერიკიდან შემოგვიტანა ბატონო დავით, თუნდაც იმისთვის, რომ ამ ქარში ხმა ასე წმინდად გესმით. აქვე პატარა რეკლამას გავუგეთებ ამ მიკროფონებს და ერთი სიტყვით, სანამ ბოლომდე დაღამდება და ჩვენი ნახვა შეუძლებელი გახდება, დავამშვიდობოთ მაყურებელს, შევახსენოთ ადამიანს შეხსენება ჭირდება, რომ არხის გამოწერა არ დავიწყდეთ. კომენტარები, გაზიარება და ასე შემდეგ. აბუდაბის, ერაყის, ზარის. არა, აბუდაბიში გადავდივარ ახლა და მაგას ვიდახარ. მართლა, მაშინ ავსწრებ. და მე აბუდაბის ამბებში აუცილებლად და ამერიკასთან რა ვიდეოებიც ჩამოვიტანა იქედან, რასაც ესე დავადებთ და ნახავთ. ვეცდები ახლა. ეგ ჩემი ძლიერი მხარე აზრს არ ყოფილა ახლა. პორტარტურში ვიყავ პროექტზე და ბევრჯერ პორტარტურის ამბებზე და ჩაყვინთვის ამბებზე ვერ ვისაუბრეთ. ამიტომ ეგენის სასაუბრო. ეგ გამოგჩა კიდე. ჩაყვინთვის ამბების საყოველია. ხო და იქაც პორტარტურის ქალაქი დამილაგებია ბევრჯერა ორჯერ ახლა, მაგრამ იმიღია იქაც მონაწილეობა. ასე რომ აქ ყველაფერზე სასაუბრო ბევრი სასაუბრო დაგვრჩენია და აუცილებლად შემდეგ პოდკასტში გელოდებით ჩვენს თვალზე თუ შიგნით და მე რა იმედია რაღაცები გაკეთებული იქნება. მე რაღაცები უფრო ხო. მადლობთ. თავი ეს ზამთარი გადავაგოროთ. ეს ზამთარი ერთად გადავაგოროთ. და ყველას სასეონო საღამოს გისურვებთ. ასე გემშვიდობებით მეც ყველას ვინც უყურებთ კორნელის არხს და გამოიწერეთ კორნელის არხი. მარტო გამოწერა არ კმარა მე მგონი ის ზარი რო ახატია, მაგრამ აქხილაკზე ვერ ვდები, რომ notification-ი და ის მივიდეთ, როდის ხო ვიდეო რო აიტვირთება, იცოდეთ, არ გამოგჩეთ. არ გამოსაკვებელი ვიდეოა. მარცხი ელანძია, ხო ისი ელანძია, აი რო ისიგლება. შეიძლება ზარი თუ არ გამოწევი, გამოგჩეს, ხო მარცხი ელანძია. იმდენი პოდკასტი იყოს, იმდენი პოდკასტი რომ გამოგჩეს და დარჩეს უყურებელი. ამიტომ არ გამოგჩეს, ზარის ღილაკი არ დაგავს. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას. აბა ჰედა, აბა ხო, მაი რო ისიგნება.